მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმებით მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმებით მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელებს, სხვადასხვა აგროსექტორის და ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელობას, მივესალმებით ფერმერებს. დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, თუმცა მანამდე მინდა მისასალმებელი სიტყვით ვთხოვო ბატონ პრემიერს, ვთხოვოთ ბატონ პრემიერო. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს გარემოს სტატუსსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ დავით სონღულაშვილს, მივესალმები პარლამენტარებს, მინისტრებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახელმწიფო რწმუნებულებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა. სოფლის მეურნეობა არის რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დაიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ასევე ტექნიკაში და ცოდნაში. და შედეგები არის ხელშესახები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც 1.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. დღეს ჩვენ გავართ ახალი გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს. თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენაზე და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება, გვინდა თქვენ იყოთ წარმატებული თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის მუდმივი პერსპექტივა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება, სახელმწიფო მზად არის პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში 40%. გარდა ამისა, უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი. ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი. ამავდროულად ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგცემს მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს უყურს თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. დამეთანხმებით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება ბოლო ათწლეულში გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააფართოვა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები. ამ პოლიტიკის შედეგები დღეს უკვე მკაფიო და ხელშესახებად აისახება როგორც წარმოების მოცულობებზე, ისე ექსპორტის ზრდაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციიდან 9 აგროსასურსათო პროდუქტია. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ როცა არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გუნდი, რომელსაც გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს და არსებობს შესაბამისი ნიადაგი
რეფორმების განსახორციელებლად შესაძლებელი არის მომზადდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სრულიად ახალი ტრანსფორმაციული პროგრამა. იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი მოდერნიზებული ეტაპი. აგროთანადაფინანსების პროგრამა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, მზადდებოდა სოფლის მეურნეობის ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, მზადდებოდა იმ საჭიროებებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მზადდებოდა აგრარული სფეროს ყველა მიმართულების ფერმერებთან ფართო დიალოგისა და კონსენსუსის საფუძველზე. სწორედ ასეთი გუნდური მუშაობის შედეგად ჩამოვაყალიბეთ აგრარული სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგებზე ორიენტირებულობას. დღეს წარმოდგენილი აგროთანადაფინანსების პროგრამა არის ამ ხედვის პრაქტიკული გზამკვლევი. მისი მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების ტემპის დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ახალი პროგრამებით ფერმერი და სახელმწიფო და ბანკები და ფერმერები ხდებიან ძლიერი და უფლებამოსილი პარტნიორები. თუ აქამდე სახელმწიფო მხარდაჭერა მიმართული იყო ცალკეული კომპონენტების დაფინანსებაზე, დღეს ჩვენ ვაფინანსებთ სრულ პროექტებს. ეს ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ყველა ის რესურსი, რომელიც აუცილებელია შედეგის მისაღწევად. ამ ცვლილებით უზრუნველყოფთ რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, უკეთ დაგეგმვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზომვადი შედეგების უფრო სწრაფად მიღწევას. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტებია დაფინანსების მოცულობის ზრდა, თანადაფინანსების მკაფიო სტრუქტურა, მონიტორინგის და ანგარიშგების გაძლიერებული სისტემა. ზაფხულიდან ამოქმედება ფერმერთა რეესტრი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით რეალურ დროში. ფერმერთა რეესტრის პროგნოზირება შედეგებზე ორიენტირებულ და ჭკვიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები ბევრ ახალ ინიციატივას გააჩენს, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საოჯახო მეურნეობის განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. საოჯახო მეურნეობების პროგრამა ცალკე მუშავდება და შემდგომ ეტაპზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია საქართველოს აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამტკიცება. შემოთავაზებული რეფორმა ხელსაყრელი ინსტრუმენტია ამ მიზნების მიღწევისთვის. სახელმწიფოს მხარდაჭერით უკვე შეიქმნა მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც გამოიხატება ათასობით ჰექტარზე გაშენებულ თანამედროვე ბაღებში, ასეულობით გადამამუშავებელ საწარმოსა და ათასობით დასაქმებულ ადამიანში. ახალმა რეფორმამ და აგროთანადაფინანსების პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების და ფერმერული მეურნეობების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნა, იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა.